პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ეს ოთარის მხრიდან იყო ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან. მე აქვე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებისთვის რომ მის ბიოგრაფიაში არსებობდა ეს, ასე ვთქვათ, ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მან მაშინვე განაცხადა ზაობა იმის თაობაზე, რომ წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე, რომ უფრო მეტად გარკვეულიყავ დეტალებში. ახლა გახდა ცნობილი, რომ ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა ამ ფაქტის ირგვლივ და ზოგადად გაჩნდა კითხვები და ისო კითხვები, ამდენი მithქმა-მოთქმა, რომ შეძლო ამით მისი ამ ბიოგრაფიიდან ამ ეპიზოდს რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისთვის, სწორედ ამიტომ მან გაადგეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დავაკმაყოფილოთ. ასე რომ ეს არის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენ არასოდეს არ გავაკეთებთ იმას, რაც მიუღებელი იქნება პირველ რიგში ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი, უპირატესად ერთად დამთავრებინეთ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი. სწორედ ამაზე ეფუძნება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკა. და ეს არის დადასტურება იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმიანობას ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ჩვენს ინტერესებში არის, რომ არავის არ ქონდეს რაიმე კითხვის, რაიმე ეჭვი არ ქონდეს ამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ იქნება ეს ადგილობრივი საზოგადოება. შემთხვევის თაობაზე მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს დღეებში შეგატყობინე. დიდი მადლობა. მადლობა. თანამდებობიდან გადაწყვეტილება. კონსულტაციები მე მქონდა ოთარ ფარცხალაძესთან და ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ჟესტი, მისი გადაწყვეტილება, რასაც მე დავეთან. უკვე დააკმაყოფილეთ დაუშვეს. ბატონო? არა, ეს პროცედურულად დღეს ხვალ მოხდება უკვე. დიდი მადლობა. მაგრამ მან უკვე დაწერა განცხადება. დეპუტატი არ იქნება. დიდი მადლობა. მადლობა.